ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთი სოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება, სათნო იყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნების და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმინდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმინდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა. ერთხელ ღირს იოანეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის 12 ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს ჯული განემტკიცებინა. წმინდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთისმინიშნებით მოწაფედაგან 12 გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აპიპოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი 6 დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა. საქართველოს მეფეს და კათალიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუა მდინარეთს აღმოფწყინებული წმინდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებდნენ მეფე ფარსმანი და კათალიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ. ევლავიოს კათალიკოსის კურთხევით წმინდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუկ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ. ხალხმა გაიგო წმინდა იოანეს სასწაულების შესახებ. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი. ბევრმაც დატოვა სოფლის ამაო შფოთიანი ცხოვრება და ზედაზნს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა. ერთ ღამეს წმინდა იოანეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა თავისი მოწაფეების სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბორად იხილა და უთხრა: სარგებლისათვის ამის ქვეყნისა წარმოგვავლინა უფალმა ღმერთმა ჩვენმა იესო ქრისტემ. რამე თუ ახალნერ გარიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისთვის საჯერ არს რაითა წარხვიდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე უფალი ჩვენი. მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმინდა იოანე ზედაზნზე დარჩა, დატოვა თავისთან ილია დიაკონი და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმინდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება შესთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება, წმინდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყაროც აღმოცენდა. წმინდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმინდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. ღირს იოანეს ლოცვით დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანიც განიკურნა. წმინდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი. ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმინდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოებაც. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა. მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწაც იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმინდა მამის ანდერძი და არ გულისხმაყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმინდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მოძღვრის საფლავთან მივიდნენ. პატივით აღმოიყვანეს წმინდა ნაწილები და ანდერძისამებრ დაასაფლავეს. წმინდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეულიც განიკურნა. მე-10 საუკუნეში კათალიკოს კლიმენტის დროს მღვიმის სამხრეთით წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმინდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.